თუ 30,000 გამომწერზე ავალ აგვისტოს ბოლომდე ამ მანქანას გავათამაშებ. მოდი დღეს ვნახოთ როგორ აითვისებს დრიფტს ჰალკი, მრავალგზის ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი, კლაუჩიჯი, ხო? და რა ვიცი, ძალიან დიდი ადამიანი. პირველი პრობლემა ის იყო, რომ კომპაქტში როგორმე რომ მოთავსებული იყო კომფორტულად და მე მგონი გამოგვივიდა რაღაც. კი, კარგად ჩავედი. სავარძელი შევცვალე მოკლედ საფული დავაღერე და ჩვეულებრივად მე მგონი თავსდები რა, შეძლებთ მართვას მანქანის. კაი, ტრადიციული კითხვა მაქვს, ესეც უბრალოდ ხოლმე, რომ თუ გახსოვს პირველი ავტომობილი, რომელიც ჩვენ თვითონ გაატარეთ დამოუკიდებლად. აპაჩემის 01. 01. რუსულები რა თქმა უნდა ლიდერობს, იმიტომ რომ ყველა მაღაზია ვისწავლეთ მართვა. უაზი. ალბათ აი ეს შველი რა ხო ის? ძველი? კოლხოზნიკს რო. ხშირად ხედავ ხოლმე ტრექსებს ზოგადად რა, შალიკასთან ერთად გულშემატკივრობ დადიხარ სულ და დრიფტს ესე ვთქვათ გვერდში უძგეხარ. მოხდოს ექსპორტი როგორც ხვდები რა და. კი, ავტოსპორტი ძალიან მიყვარს განსაკუთრებით დრიფტი და რა ვიცი. ჯერ რესპუბლიკის მოედანზე რო ტარდებოდა, იქიდან მაკედან მოვიდოდა. ხო, ძალიან მაგარი. თუ ქონია შეხება დრიფტ ქართან, დრიფტთან თუ გიცდია რამე ეგეთი ექსტრემალური? მხოლოდ კომპიუტერს. შენც პირველი გამოცდილება იქნება რეალურად ხა ეს რა, ესეთი რაღაცა. ახლა შალიკას მანქანაში ვერ ვეტევიდა რა. შალიკ შეცვალე სიდერია რაღაცა, მოარგე რაღაცა ქენი რომ ჩაეტიოს ადამიანს რეალი უნდა. მით უმეტეს დღევანდელი დღის მერე დარწმუნებული ვარ უფრო უნდებოდა. კაი, მაშინ შეგვიძლია გადავინოსოთ ახლა მანქანაში. თეორიულად აგიხსნი რაღაცეებს რა, შენც დარწმუნებული ვარ რაღაცეები იცი, იმიტომ რომ ხშირად იყავი დრიფტს უყურებდი და ასე თუ ისე რაღაც შეხება გაქვს. და იქიდან ვცადოთ უკვე პირველი ელემენტი დონატი. ეხლა დონატისთვის რა გვჭირდება პირველი სიჩქარე რა, მეორე სიჩქარე ჯერჯერობით აზრი არ აქვს. მეორე საჭიროება თუ კარგად გააკეთებ ყველაფერს, რუიანს და დონატებს გააკეთებ, მე მეორე სიჩქარე შეგვიძლია უკვე გაშლილი იმაზე ვისრიალოთ რა. კაი, დონატის რო ზახდება ეხლა რა, პირველი ელემენტი ესე ვთქვათ ყველაზე მარტივი. ორნაირი ვარიანტი არსებობს ხოლმე დონატის დაწყების. შეიძლება ადგილიდან დაიწყო, როცა გას კარგად ჩააჭერ და ძალიან უცებ აუშვებ და მანქანა უკვე ბუქსოვას იწყებს. საჭეს მიმართა ვიხე საიდანაც გინდა რომ დონატი გააკეთო და შემდეგ უკვე პირიქით ტრიალდება თავისი საჭე რა მიმართულებას მოგწევს. შენ ცოტა საახმარ რა. ესე ვთქვათ, აქეთ უხევთ, მაგრამ იქეთ ვსრიალებთ რა. დონატს ესე ვაკეთებ, მაინც დრიფტის რო შეგეფება. მაგას ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ ესე ვთქვათ, სწორად მიმართო მანქანა დრიფტში საჭით და შემდეგ როგორც კი მანქანა ესე ვთქვათ მოცურდება, მაგას ფლენად გაზის პედლით მართო მანქანას რა, ანუ საჭეზე დიდი კონტროლი აღარ გიწევს. ანუ თუ დიდგას მიცემ ჩატრიალდება მანქანა, თუ დააკლებ, გაგვისწორდება უბრალოდ დრიფტიდან ამოხდება რა და ამიტომ ის შუალედი უნდა იპოვო რა, თამაშო გაზი რაღაც ზოგჯერ ცოტა დიდად ჯააძვე ზოგი ნაკლებად და ეგ შუალედი უნდა დაამოღამოთ. დასაწყისი ხო როგორც გინდა, თუ გინდა ადგილიდან დავიწყოთ, თუ გინდა ზოგი ესე იწყებს ხოლმე, პირველში ჩააგდებს ესე ნელა წრეებს ურტყამს და მე ჩააჭერს ეს გაზს და თავისი წყდება მანქანა რა, ცეპლენის გარეშე რა. იმიტომ რომ ამ მანქანას სიძულავრი აქაც თუ ისა და შეუძლია ეგ რომ გააკეთოს რა. შენთვის როგორც კომფორტული იქნება, ისე შეგიძლია დაიწყო და სად. ხო, ფიშკას რაც შეეხება, ყოველთვის ისე დაუდექი ხოლმე, რომ კარგად ხედავდე რა. ამ შემთხვევაში ახლა კარგად გევართ ასე თუ ისე რა, ცოტა შორს ვარ, მაგრამ ნუ არ აუშვებს. თუ გინდა ფიშკის გარეშე ვცადოთ, ჯერ დონატი და მე მოვიდეთ ფიშკას. კარგად აიტანეთ, ზრავის ბუნები, სადღაც უძე. აია. ოშა გაზი. საღოლ. კაი, საღოლ არ ველოდი, გამოვიდა პირველი ვესტაზე რა, ძალიან მაგარია. ეხლა უყურე რა ხდება. რა? არ ველოდი. ანუ, მარტო გააკეთე. ხო, ჯანზე არის კი. ეხლა უყურე რა ხდება. აუცილებელი არ არის ფიშკასთან ახლოს მიხვიდე. გაშალე დრიფტი. ხო, ანუ. მესმის რომ რაღაცა უცებ გვიდა იდეალურად გავაკეთე. გამოგივიდა რა, ძალიან მაგარი არის. ეხლა უყურე რა ხდება. ვეცადოთ რომ დრიფტი ცოტა გავშალოთ. ანუ რაც გულისხმობ მაგაში. აუცილებელი არ არის ფიშკასთან ახლოს ვიღოთ მანქანით. და მთავარი არის რომ კარგი ესე ვთქვათ სწორი წრე გავაკეთოთ რა. ეხლა ყველაფერს თითქოს კარგად აკეთებდი, ერთადერთი ზოგ მომენტში გაზს აკლებდი და მაგიტოს საჭით გიწევდა ჭიდაობა რა საჭესთან. ვაკლებდი? ხო რა, ზოგ მომენტში ისე უშვებდი რომ საჭით ცდილობდი რომ მანქანა ისო დრიფტისკენ მიგემართა და არ არის საჭირო ეგეთ რაღაც. ანუ ეცადე რომ გაზით გააკონტროლო ყველაფერი რა. კაი. ოკეი. შეიძლება შეგიძლია დაიწყო. აი, ხოშა. გაშალე.
საღოლ, ეს სუფთა დონატია. სუპერია. სუპერ, საღოლ. დონატი. ძალიან მაგარია, ლევა, საღოლ. არ ველოდი. მარტივად გააკეთე. ძალიან მაგარია რა. ხო, რაღაცა მეგონა. ისე სუფთა დაგეთებს ყველაფერს, ანუ გზნობს საჭეს რა. ეგ არის ყველაზე მთავარი, ნიჭი გაქვს. ძალიან მაგარია. ძალიან კაი, ცოტა ხო, დაისვერე შენც მაქანაც ამოისუნთქებს. მე ჩაული ვარ ეგეთ რაღაცებს. და მე უკვე შეგვიძლია ვცადოთ მაშინ, მოდი რა ვქნათ, ისი მანქანა გავავლილოთ ცოტა. იარე, მეორე სიჩქარე და თან შენც დაისვენებ. ძალიან მაგრად გააკეთე რა, საღოლ, არ ველოდი. იდეალური კონტროლი ქონდა მანქანის. ეხა უკვე მინდა რომ იგივე გავაკეთოთ მეორე მხრიდან, როგორც წესი მეორე მხრიდან უფრო უჭირთ ხოლმე. ხო, უფრო ძნელია მეორე სახე. ხო. ეხა ცოტა შენც იმასკენი, ჩადეგი ფორმაში დაისვენე რაღაცა ისეს და მე როცა მზად იქნები შეგვიძლია ვცადოთ. მეორე მხარესაც პრინციპი იგივეა, მთავარი არის რომ ფიშკას ხედავდე რა. ანუ ხედულობის არეალში კონდეს. თუ ვერ დაინახე ფიშკა, მე უკვე იწყება პრობლემები ხოლმე. ამიტომ მთავარია რომ აკონტროლებდი. გაზი. ოჩა, გაზი. ვედი. გაზი დააკორექტირე. საღოლ. ოპ. გაიგო. ვერ ვიტყვი რომ სუფთა შესრულება იყო. იმდენად ისა დიდი ხარ და უკეთ გიწევს დომა ფაქტიურად და დაუბრუნე ხოლმე რა. იცი რა დავიჭირე შენში ნიჭი გაქვს რა. ანუ ხტები გაზი ადროს გამოიყენო და დონაც ეს ცოტა ხარვეზებით იწყებ, მაგრამ მე გაზით ისე აკორექტირებ, თან თუ პირველი მცდელობაა საღოლ რა. ესე არ მოსულა და არ შეალია რა. არა, მართლა პირველად. ოპ, ჩაგვეღიალდა. არა, ჩამეტრიალდა. სევაკეთა და რა. სად არის შალიკა ერთი რა მოვიდეს დამინახოს. ამიყვანოს გუნდში. ხო. ევროპაში რომ მიდიხართ ერთად. როგორც თქვენთვის მანქანა ცალკეროა მოწყობილი, კარკასი გაბერილი როა სპეციალურად რაღაც დაერა და ჩაეტიო. მუსტანგითან რაღაც გამოვა. სხვადასხვა მე მყავდა ეს რა ქვია 26 წელში კარკასი მქონდა გადაკეთებული. აქ ფიას ეგეთი წესი შეგიძლია ცოტა უკანა მხარე შეწიო შიგნით რომ ჩაეტიო რა მე ხო მაღალი ვარ თან და ეგრე გავაკეთებიდი ასე რომ მაგის პრობლემა არ არის. კარგია. სუპერ. საღოლ. იდეალურია. საღოლ, ეს გაიგო. ეხლა უკვე გაზი დაკონტროლებს. ხედავ, საჭეზე აღარ იგზავნა ჭიჭაობა. და მთლიანად გაზი უფრო დაკონტროლებს. შორიდან ეყავი და სუპერ, ძალიან მაგარია. მე მგონი მეორე ფიშკის შემოტანის რომ მოვიდა. მოდი მე გადავალ ფიშკას მომზადებ, შეგიძლია გააგრილო. ეხლა გვაქვს შემდეგი ამოცანა. დიდი ფეხები რომ აქვს, ისა მეჭერება ხოლმე. ხო, ეგ სულად გასაგები არის, იმიტომ რომ ზომა გაქვს რა ზომა ფეხის ზომა. 48 ნახევარი. როგორ ატარებ მაგალითად ვაფშე მექანიკას. ეხლა რა ხდება? ვიწყებ დონატით რა იქ. ნახე ეგრევე რომ გადაეწყო, შეიძლება არ გამოგიდეს. ამიტომ დონატით გააკეთე, შეიძლება მეორე წელს დაგვიდე, შეიძლება 13 წელს. ხო და მე სადა გადაწყობა. გადაწყობის დროს რას ვაკეთებთ? ესე ვთქვათ, გადაწყობის დროს სანამ გადავეწყობით, მანამდე გასვამატებთ, აი თითქოს რომ ჩაგვიტრიალდეს მანქანა, მაგრამ მაგ დროს საჭე ხო თავისით არის, მაგ დროს გაშვებული აქვს რა, ნაკლები კონტროლები. მარჯვნივ ავიღოთ, ანუ საერთოდ მინდა რომ გადავეწყოთ. როგორც კი აიღებს საჭეს, გავუშვებ გას, მაგ დროს უკანა მხარე დაიწყებს, მეორე მხარეს გადმოსვლას. ანუ თვითონ რა, უკანა მხარე მანქანის თვითონ წამოვა აქეთ გაზგაშვებულზე. როგორც კი ხვდები რომ უკვე გადმოეწყო, საჭეს თავისით დატრიალდება, შეიძლება ოდნავი დახმარებას დავშილდეს, აღარ ვიცი ნახოთ. საჭეს თავისით დატრიალდება, უკანა მხარე უკარო დაიწყებს გადმოსვლას, მაგრამ ისევ გას ვაძლევთ, რომ დრიფტი გაგზავნეს. ურე, ესე ხო შევედი. აი, უკვე მოტრიალდი და გამოვედი უკვე. აი, სადღაც აქ უნდა გააკეთო, გადაწყობა, ნახე. ეხლა დონაც სიმხარით დავიწყებ, სადაც შენთვის კომფორტული იქნება რა. აი, უკვე მიდი და ესე ხო წავიდი.
აი, ჩათვალე ახლა დონაც ვაკეთებ, უკვე წრეზე მივდივარ. კი ბატონო. დავაფარე და აი აქ ავუშვი. ხო, აი აქ უნდა დავიწყოთ გადაწყობა. ამ დროს იდეალური გადაწყობა როგორ იქნება? იცი, აი ზუსტად შალიკას მაღაზიას რო შევხედოთ, მანქანის ცხვირი მაგას რო გაუსწორდება, მაშინ უნდა დაიწყო გადაწყობა რა. ანალოგიურად აქედაც რო წამოვალ, ესე მოდიხარ. აი მანქანის ცხვირი როგორც კი გაუსწორდა იმას, მაგროს გასაძმებ, ესე ვთქვათ, გასუშვებ, გადაეწყობი, ისევ გაარწმუნებ. თავარი არის რომ ადრე არ დაიწყო გადაწყობა რა, ყველა მაგ შესწავლას უშვებს ხოლმე, მაგრამ აი ცხვირი კარგად რო იქნება შალიკას ხენ, ანუ კარგად ეს მაღაზიიდან მერე დაიწყო გადაწყობა რა. ესე ვთქვათ, გაშალე და ჩააღმოვე. კუთხე უნდა ჩააღმოვო დონატის დროს, შედარებით თითქოს გიტრიალდება, მაგროს გასუშვებ და მეორე მხარეს თავისით ისვრის მანქანა რა, ესე ვთქვათ, უკანა მხარეს და მერე გასაძლებელი რომ დრიფტი გააგრძელო რა. შედარებით რთულია, მაგრამ გამოგივა. ინერცია უნდა დაიჭირო რა. ზეგან დონატებზე კარგად იჭერდი ინერციას, ხდებოდი გაზზე რა დროს დაგეჭირა რა დროს გაგეშვა, ეგ ძალიან კაია. აქაც იგივე პრინციპია რა, ისეთი განსაკუთრებული არაფერი. გადაწყობა კაი ხო, ცოტა ადრე მოგვივიდა რა. ნახე, იქ ცოტა შიგნით შედი. ნუ ასე ვთქვათ, კარგად გამოვისრულოთ აქეთ. პრინციპი იყო იდეალური. ფიშკას კარგად გააკეთე. გავასწორო ფიშკა ეხლა. იქიდან დონაც რო აკეთებ, აქედან მხარეს, ესე ვთქვათ, ფიშკას უნდა აკონტროლებდე რა. ეხლა თითქოს ვერ დაინახე რაღაც ვაფშე. ო, აი ზუსტად ეგ არის. იმაზე ვიყავი ოქციონერებრო, ხო. უნდა დაინახო და მაგას. კი, ეგ ნახე, აუცილებელი არ არის რომ იმას შეხედო რა. ანუ ისედაც ხო მესამე თვალით ასე ვთქვათ, ირიბად ხო ხედავ იმ შენობას რა. ზოგადად დრიფტში ეგრეა. საითაც გინდა რომ დრიფტი წახვიდე, იმ რაღაცაზე უნდა გააკეთო კონცენტრაცია. ამ შემთხვევაში ახლა ფიშკა არ დაგინახავს და მაგითო აიბენი რა. იქიდან რომ დაიწყებ დონაც, იმაზე ხო კონცენტრაცია რა. მე რაღაც მომენტში უკვე დრიფტით აქეთ რო იქნები რა, ამ ფიშკას შეხედე და უკვე მიხვდები თავისითაც მოგცემს, ესე ვთქვათ, შინაგანად იგრძნობ რა დროს უნდა გადაეწყო რა. გაზი. ოპ, კიდე გადავარი, ამის დედავა. კიდე კარგია? ოპ. ცოტა ახლოს ვარ დავდო ფიშკა. გაზი? კარგია. სუპერ. შიგნით. არ დაიწყე, ახი არ დამიჯერე. აი, საღოლ, გადაწყობა გამოგივიდა რა. სუპერ. იცი რა ქენი, თუ გინდა. იქ რო გადაეწყობი, მერე დონატი გააგრძელე, რომ ვთქვათ, ამაზე კონცენტრირდე მერე მეორე ფარეზე. აქ ადრე დაიწყე ხარბოსყობა, თორე ესეც გამოგივიდოდა რა. ისე გამიხარდა, რომ მეთქი აი გავაკეთე და რა. კაია, საღოლ, მაგარია. არა უშავს. ახშენი. თავიდან მიდის. სუპერ! გაზი, კაია, შემოდი. მიდი. ოპ. კაი, რა, ძალიან. კი. ფაქტორად ორი გადაწყობა გააკეთე რა. აქაც კარგად შემოხვედი, იქეთ გადაიწყე, ცოტა ახლოს მოგივიდა რა, მაგრამ მოიღები და. კი. გაფროზება დაგეხმარა, ხედავ? გაფროზდი, ეგრევე გამოგივიდა. ეხლა რა ხდება? გიდროს მოწყვეტა დავამოყავ თქვენ ჯობია. თუ გინდა მეორე სიჩქარეს ვსადოთ, ცოტა ჩქარი დრიფტი ასე ვთქვათ. თუ გინდა გიდროთი მოწყვეტას და ორივე დავამოყავოთ რა. ეხლა ნახე რა ხდება. გიდროს მოხაშვის პრინციპი რა. მივდივართ რაღაც სიჩქარით დაახლოებით. ნუ მეორე სიჩქარეში ვექნება. მაგას უნდა მოვხაჭოთ უცებ. მაგრამ ამავდროულად ცეპლინს უნდა დავაჭიროთ. ანუ როცა გიდროს იღენებ, ცეპლინი აუცილებლად ჭირდება რა. ცეპლინის დაჭერა, მოხაჩვა, გაშვება, გასვლა ძლევთ. ეგ პრინციპი არის ქვევით. მაგროს ახლა რა შეიძლება საჭეს რა. რამდენი ვირბინე. ესე იგი, რომ მოდიხარ დაახლოებით 40-ით მოდიხარ ხო? ცეპლინს ადგამ, უხვევ და მერე კაჩავ. ხშირად უშვებენ შესწამას ხოლმე რომ დიდი ხანი თუ დატოვებ დამეტრიალებ. დიდი ხანი თუ დატოვებ და გატრიალებს, ანუ უბრალოდ გავშერდებით. სიჩქარესაც გააშნია რა თქმა უნდა რა. პრაქტიკაში უფრო აღიხსნი კარგად ყველაფერს, მაგრამ თეორიულად დაახლოებით ესე არის რა. ანუ მოდიხარ 40-50-ით დაახლოებით. გაუთიშე ცეპლინით, მოუხვიე, მოკაჩე, რომ მიხვდები რომ მანქანამ ესე ვთქვათ უკანა მხარე წაიღო. გიდროს გაუშვი ხელი, ცეპლინიასაც ამოვარტყი და გაზით უკვე შეგნით აგზელებ დრიფტს. ეგ არის მთელი პრინციპი რა.
თუ გინდა დრიფტის გაგრძელების გარეშე უბრალოდ გიდროს რომ მიხვდე რა შევა, წამოვიდეთ 1.40 და მოვხაჭოთ და მაგით უფრო მიხვდები რა. სად როგორ არის. მედი? წამიცა? არ დავიჭა. ნახე. ეს რა შეგაუჩერდი ახლოს. კაია, მაგრამ ნახე რა საკეთებ, მაინც ცოტა ხნით ხაჭავ რა გიდროს. ძალიან ცოტა ხნით. ხო, უფრო დიდი აჩქარების არეალი არ შეიძლება, რა რეალურად უცებ შეგიძლია აკვე დატრიალდე და აკვე დააჩქარო მანქანა, იმიტომ რომ ჩქარდება ეს მანქანა, არა პრობლემა. მედი. კაია. ოპ, აპა. თითქმის გამოგივიდა, თითქმის გამოგივიდა. თავიდან მედი. გამოგივიდა. გაბრაზდი მედი რა, გაბრაზდი. და თითქმის ვარ. ოპ, მოხვა და გავისთა. საღო, გაშალე. აიგრე, გაზი, კაია, საღო. აი, სუპერ დრიფტია. სუპერ. საღო, ძალიან მოწყვეტა რა, მაგრამ დრიფტი გამოგივიდა რა. ეს არის უკვე ნამდვილი, ესე ვთქვათ, ო, ეს ჩქარია. სიჩქარეზე უკვე დრიფტი რა და ეს უფრო სხვა ემოცია არ და ადრენალინი მოხდა. ბიჭო. ძალიან კაია. არა გაგესწორდა. მაგარია. გიდროს ჩაგანება თითქოს არ გამოგივიდა, იმიტომ რომ ისე მაინც გაზი ჩავაყენე. ხო, მაინც გაზი ჩააყენე. თუ გინდა შევეშვათ გიდროს და ისეცადე როგორც შენ მოგიხერხდება. წევლენით წამოდი, ამოვარტყი და მანქანა თავის ჩაგდება დრიფტში მეორე სიჩქარეში. და რა არის ამას ვერ მოშვები. მე მგონი ცეპლენიაზე ფეხი მრჩება. შეიძლება, ხო, ეგ ცოტა ის არის ინსტინქტის ზონაზე უნდა გაგიჟდეს კარგად რამდენჯერმე მომცადო და ეს მე მგონი ხელს მაშინ არ ვიდო. აქ იყოს. და ისე შეგიძლია წამო. მეტი სიჩქარე, აუცილებლად. მიდი, მეტი სიჩქარე. სიჩქარე არ ყოფს, ახლა მეორე სიჩქარე ვერ ერევა რა. ამიტომ სიჩქარე უნდა გავზარდოთ იმისთვის, რომ ესე ვთქვათ მეორე სიჩქარე მოერიოს. გაგზელე, გაშალე. კარგია, გაზ. ანუ მეორე სიჩქარეში მანქანა იმდენად დიდია, სამურავის ბრუნი, რომ ხედავ რა ხდება, უფრო რთული და სამორჩილებელია რა. დაიღალე ხო? და იცი რა არის? ანუ ერთხელ ხო გავაკეთე მეორე. კი, გამოგივიდა. კი. მაინც კაი იყო რა, საღო რა. არ ველოდი. დამღლელია, მაგრამ ბოლოს დავიღალე რა. კი, დამღლელია და ნახე ადრენალინს რო გამოყოფ, თავის გაღლება რა, ტვინის გაღლება, ფიქრითაც ვეღარ ფიქრობ უკვე და იგივე. შევნელი. ნახე, ერთი კვირა ეხა რომ შენ მოიცადო, თქვა და ერთ კვირაში მოხვიდე, დღეს რასაც გეუნებოდი რომ გააკეთე მეთქი დავალებები, ამას ძალიან თავისუფლად გააკეთე. იმიტომ რომ დამშვიდებული იქნები, გონებაში როგორ ჩამჯდარი იქნება ყველაფერი და ეგრე ხდება ზოგადად რა. გაგვეთეს თქვა ერთხელ ვაწარებდი პირველ დღეს, ერთი კვირის მერე რომ მოვიდო და მოსწავლე, გაცილებით უფრო მარტივად აკეთებდა ყველაფერს. მოკლედ, ლევან, მე მგონია გაგისწორდა ძალიან რა. აუ, ძალიან. პირველი სიამოვნე, ძალიან დიდი მადლობა. არაფერს ისი მადლობა, სხვა დროს თუ გენდოვება კიდე სიამოვნები შეგიძლია მოხვიდე. მაგარი ემოციები მივიღე. ძალიან კაი, მიხარია რა. თან პირველისთვის ესეთი შედეგი ძალიან მაგარია რა. ეხლა სტუმრები ვერ ვიყოლია და ესე რომ დამჯდარი იყო და პირდაპირ დონატები გააკეთებინა ორივე მხარეს, მერე 8-იანიც გამოგივიდა რამდენჯერმე ხო, გააკეთე ჩაოლებიოთ და მერე მეორე სიჩქარეშიც დიდ წრეებს აკეთებდა და ეგ იმას ნიშნავს, რომ სადა ხანში მე მგონი ლევან რაღაც დრიფტ კარს ააწყო. თქვენც გაქვთ რა თქმა უნდა ამის შანსი, ცოტა გვაკლია 20.000-მდე, როგორც კი ავალთ, სამ გამოწერს ავარჩევთ, ვისაც ვასწავლით დრიფტს. მოვალთ რუსთავში და ერთად ვეცდებით დრიფტის გაკეთებას. 30-ზე რო ავალთ, რა თქმა უნდა, ეს 60 ვათამაშებ, ეგეც არ დაგავიწყდეთ, BMW-ს ვათამაშებ გამომწერებში და ეგეც მე მგონი მაგარი შანსია, ასე რომ ყველაფერი წინ არის. ოღონდ აუცილებლად აგვისტომდე უნდა ავიდეთ 30-ზე, ეგეთი პირობა მაქვს. და სექტემბერში, რა თქმა უნდა, ნურბურგინგზე მივდივართ მანქანებით, ვისაც გინდათ რომ შემოგვიერთდით, დაახლოებით 5 მანქანა არის უკვე და ევროტურს ვაწყობთ და ევროპის გარშემო უნდა ვიმოგზაუროთ და ძალიან მაგარი იქნება რა. მოკლედ ლევანის ზღვარ მოვაწყინო ახლა ჩემი საუბრი თავი. დავემშვიდობოთ, ძალიან დიდი მადლობა ლევან. ძალიან გამიხარდა რა. ძალიან დიდი მადლობა კიდე ერთხელ რა. წარმატებები. აბა, კარგად.